რამდენი რეპორტაჟი გვაქვს გადაღებული უშუქობაზე, უგაზობაზე, სიცივეზე 90-იან წლებში 2000-იანების დასაწყისში ვინ მოითვლის ძალიან ბევრი რეპორტაჟი თითქმის ყველა ელექტროსადგურიდან აბსოლუტურად თბილსრესი, მე-9 ენერგობლოკის ტერიტორიაზე ხომ, როგორც საკუთარ სახლში ისე დავდიოდით. გურჰესი არის უნიკალური ობიექტი და ყველა ვიცით ეს და ძალიან მაგარი კადრები მუშაობენ სპეციალისტები. ეს სპეციალისტები არიან უფროსი ასაკის, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბედნიეროდ მე მგონი ენერგეტიკული სფერო ენერგეტიკა საქართველოში გადარჩა და არიან ახალგაზრდა ინჟინრები, სხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც ამუშავებენ ამ სფეროს. აი თელასმა, ხო? თელასი და თელმიკო დღეს კი რო არის. თელასმა აღზარდა ენერგეტიკის ფაკულტეტზე არაერთი თაობა ახალგაზრდები, სტუდენტების, რომლებიც მერე დასაქმდნენ სხვადასხვა ობიექტებზე. ანალოგიურად ხდებოდა სხვა ენერგეტიკულ სფეროებში. საბედნიეროდ ყოველთვის ამ ენერგეტიკულ სფეროს ყავდა ჟურნალისტებისთვის ძალიან კარგი პრესსამსახურების წარმომადგენლები, რომლებთანაც ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი. და ისინი ყოველთვის გვაწვდიდნენ ინფორმაციას. ამჯერად მარტო საქ ენერგოგენერაციის განცხადება იყო გავრცელებული, სხვა არაფერი არ ქონდა და მხოლოდ კითხვებით ჩნდებოდა, ზოგჯერ მოგონილი ამბავიც, ზოგჯერ ისეთი ამბავი, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს და იმ განცხადებაში იყო მითითებული, რომ გთხოვთ დეზინფორმაციას ავრცელებთო. მაგრამ როგორ განასხვაოს ჟურნალისტმა, რომელიც ენერგეტიკის სფეროში არ მუშაობს და უბრალოდ უნდა გააკეთოს ინფორმაცია, სად არის ინფორმაცია რეალური და სად არის დეზინფორმაცია. სამწუხაროდ არც ტრეინინგები აღარ ტარდება ჟურნალისტებისთვის, სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმომადგენლებისთვის, ხო, ჟურნალისტებისთვის და არც ისეთი აქტიური თანამშრომლობა აღარ არის. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბევრი პრესსამსახური არის უბრალოდ ფორმალურად შემორჩენილი იმისთვის, რომ გაავრცელოს განცხადება ან დაიცვას საკუთარი ბოსი ჟურნალისტებისგან. ძალიან ცოტა პრესსამსახური დარჩა. ძირითადად ამ პრესსამსახურების უფროსები არიან ყოფილი ჟურნალისტები, რომლებმაც გამოიარეს ის პერიოდი, როდესაც მათ არ უშვებდნენ ხელმძღვანელ პირებთან, მოლაპარაკე თავებთან. აი ის ვინც არის ამ პრესსამსახურებში, ხო, ისინი ყოველთვის გულითადად ეპყრობიან ჟურნალისტებს და ინფორმაციასთან აძლევენ წვდომას. რა თქმა უნდა, თუ ჟურნალისტი ამას არ იყენებს ბოროტად. რამოდენიმე სამინისტროა, სადაც ყოველთვის კომფორტულია დარეკვაც, ინფორმაციის მოძიება, მოპოვება, მასალის აღება და ყოველთვის მადლიერი ვარ მე იმ კოლეგების, რომლებიც ესეთ კომფორტულ პირობებს გვიქმნიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც, სხვა გალაქტიკაში არიან სამწუხაროდ. ამას წინათ მქონდა შემთხვევა, მივედი ერთ-ერთ გადაღებაზე უწყების ხელმძღვანელთან, ჩავწერე უკვე ინტერვიუ, საბედნიეროდ კონტაქტურები არიან ხშირად და რამოდენიმე წუთში, როდესაც ინტერვიუ მოbrunდა, მე ახლა დამთავრდა, მე ახლა ხო ვერ ხედავდი უკან რა ხდებოდა. ის პიროვნება ვინც იყო პრესსამსახურის უფროსი, რაღაც არწივის თვალებით მიყურებდა თურმე მეც და იმ თავის ბოსს. რატო ჩაეწერე? მაგრამ უკვე გვიანი იყო იმ
პიროვნებამ უწყების ხელმძღვანელმა ყველაფერი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა და ეს მასალა მერე ჩაჯდა უკვე რეპორტაჟში. შევარდნაძის დროს სხვათა შორის იყო ძალიან მკაფიოდ დაყენებული პრესასთან ურთიერთობა აბსოლუტურად ყველა სამინისტროში, ყველა უწყებაში, ალბათ დამეთანხმება ყველა ის კოლეგა, რომელიც იმ პერიოდიდან მოდის და მუშაობს, ზოგი უკვე სხვა სფეროშიც მუშაობს და ზოგი დეპუტატი გახდა, ზოგი ბიზნესმენი. რომ შევარდნაძის დროს ყველანაირი ინფორმაციის მოპოვება ყველა სფეროში, ყველა უწყებაში იყო შესაძლებელი და იყო მარტივი. გინდა იღე ტელევიზია, გინდა იღე სახელმწიფო კანცელარია, პრეზიდენტის აპარატიც იყო თავის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად, პარლამენტი, თავმჯდომარე პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელები, ჟურნალისტებმა ვიცოდით ამ პოლიტიკოსების ტელეფონების ნომრები, როცა უკვე მობილურები გაჩნდა და მანამდე კიდე ან სახლის ტელეფონები, ან სამსახურის სამდივნოების და ეს მდივნები და პრესამსახურები არასოდეს არ მალავდნენ თავიანთ ხელმძღვანელებს. მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კობენ ნარჩევაშვილი, იყო მანამდე კახათ არგამაძე, იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველთვის იყო და არის ამ მხრივ ძალიან კონტაქტური. თვით ენერგეტიკის სამინისტროსთან რკინიგზა ძალიან კონტაქტური იყო თავის დროზე ჟურნალისტებთან. ზიზი ჩანტლაძე, ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი, მუშაობდა პრეს-ცენტრში და კაკო ჩხეიძესთან ადვილი იყო დაკონტაქტება. ვარდების რევოლუციის შემდეგ, სხვათა შორის ეს ტენდენცია შენარჩუნდა. ძალიან ადვილი იყო პირველ პირებთან დაკავშირება და მათი ინტერვიუების ჩაწერა. ექსკლუზიურ ინტერვიუებს გულისხმობ მე და არა პრესასთან გამოსვლას. ნებისმიერი არხისთვის და ინფორმაცია არ იმალებოდა. შემდეგ დღესდღეობით ხო? ალბათ სამაგალითო არის პრემიერ-მინისტრის პრესამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ყოველთვის მასალებით ჟურნალისტებს და ყოველთვის არის გაწერილი სად, როდის, როგორ, რომელ ლოკაციაზე იქნება პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, პრესასთან ურთიერთობა იქნება თუ არა, რა ფორმით იქნება და ეს ყველაფერი არის ცნობილი და ძალიან ამარტივებს მუშაობას ჟურნალისტების. მაგრამ რაც მოხდა ამ ბოლო ამ ენერგო ბლეკ-აუთების დროს, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა ძალიან იდუმალებით მოცული. დღეს, როდესაც გახდა ცნობილი შესაბამისი სტრუქტურების განცხადება იმის თაობაზე, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ბევრი რამ დაალაგდა და გახდა გასაგები. და ისიც არის ალბათ გასათვალისწინებელი, იყო თუ არა კახეთში განვითარებული მოვლენები და მეორე დღეს უკვე თბილისში ამ მოვლენების ექო რაღაცნაირად დაკავშირებული ამ საბოტაჟთან, რომელიც უკვე ვნახეთ ენერგეტიკულ სფეროში. შემთხვევით ხო არ მოხდა ისე, რომ ჩვენ გვანახეს აი რა იქნება, რა გელოდებათ თუ ჩვენ გავაქტიურდით სიბნელე, სიცივე, ინტერნეტის გათიშვა, ტრანსპორტის გაჩერება, რეალურად მატარებელი ვერ დადის ელექტროენერგიის გარეშე და ვერც მეტრო ვერ მუშაობს. კიდევ კარგი ტრამვაი და ტროლეიბუსი აღარ გყავს, ისე მე კი ვნანობ და ვოცნებობ ტრამვაიზე და ტროლეიბუსზე.
რადგან როდესაც იყო უშუქობა და უდენობა და უგაზობა და ენერგოკრიზისი, პირველ რიგში გადასაღებად როდესაც გავდიოდით, ეს იყო თავისუფლების მოედანი, სადაც იყო გაჩერებული უამრავი ტროლეიბუსი. იქ იყო ბოლო გაჩერება, იქ სადაც ახლა პარაგრაფია და პუშკინის სკვერია. მან იყო ბოლო გაჩერება ტროლეიბუსების ძალიან ბევრი მარშრუტის და გარგან იყვნენ გაჩერებულები, რა თქმა უნდა, როცა დენი მიდიოდა, ვეღარ გადიოდნენ ხაზზე და შესაბამისად იქ აი ამ დრამატულ სურათს ვიღებდით, ღია კარები ამ იმის ტროლეიბუსების ზღოლები, გაოგნებულები, არც იციან რა გააკეთონ და გზავრები, რომლებიც რაღაცას ელოდებიან, ოღონდ რას ელოდებიან, არავინ არ იცის, იმიტომ რომ არავინ არ დაურეკავდა და მაშინ და არაფერს არ იტყოდა, მობილური არ არსებობდა და შესაბამისად არც ინტერნეტი არ არსებობდა. ალბათ ამ ყველაფერს გაარკვევს ის უწყება, რომელმაც დღეს გვამცნო იმის შესახებ, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ რაღაც ერთი ხარვეზის გამო მთლიანად საქართველოს არ ჩაბნელდეს. ისევ იმას ვიმეორებ, რომ ჩვენი ენერგეტიკოსები ძალიან კვალიფიციური და ცოდნე ადამიანები არიან. ენერგეტიკა არის სტრატეგიული სფერო. თითოეული ენერგეტიკული ობიექტი არის სტრატეგიული ობიექტი და ყველაფერზე საუბარი, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ყველაფრის დაწერა და ყველაფრის გადაღებაც არ შეიძლება, მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანები იყვნენ წყნარად და მშვიდად, გარკვეული ინფორმაცია უნდა იყოს გაჟღერებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, რატომ ჩაქრა დენი ერთხელ, მერე მეორედ და რატომ ვერ მივიღეთ მკაფიო პასუხი, სად რა ავარია მოხდა. ადრე ყველა მიცოდა, რომელი განადგარი სად მუშაობს, ჭყალებში რომელი რუბილნიკი გაითიშა და რომელი ჩაირთო და რომელ ჭყალებში შნურზე რა იყო დაერთებული. დღეს და გუშინ ის განცხადებები, რომელიც გამოქვეყნდა, არ იყო ამომწურავი, არ იყო გასაგები და არ აძლევდა მოსახლეობას პასუხს კითხვაზე, თუ რისი მსხვერპლნი გავხდით. ეს იყო გაუთევრობა, ეს იყო იძულებითი გათიშვა, ეს იყო მოულოდნელი ავარია, თუ ეს იყო განზრა გაკეთებული მავნებლობა. ალბათ პასუხს მივიღებთ და თუ აღმოაჩენენ დამნაშავეებს, ეს დამნაშავეები დაისჯებიან და შემდგომში მსგავსი საბოტაჟი იქნება გამორიცხული. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.